საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთში დასაქმება გართულდა, რა ბარიერები გაჩნდა პროცესში, გიყვებით რამდენიმე წუთში. ნავთობის ფასები ისევ იზრდება, საერთაშორისო ბირჟებზე ბრენტის მარკის ნავთობის ფიუჩერსები $7.5 ივაჭრება. საწვავი ძვირდება საქართველოშიც, ბოლო ორ კვირაში საწვავზე ფასი 5-დან 50 თეთრამდე არის გაზრდილი. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე საქართველოს ტურიზმის სექტორი ასობით ათასი ლარის ზარალს ითვლის. იანვარ-თებერვალში გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა 19%-ით 7.800-მდე გაიზარდა, პორტფელის მოცულობა კი 766 მილიონ ლარში ადგილს. ლიცენზიის გარეშე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და სახელმწიფო მიწების უკანონო დარეგისტრირების ფაქტები. საგამოძიებო სამსახურმა 7 საქმეზე დააკავა და პასუხისგებაში მისცა 30 პირი. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმიან ამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბატაძე წარმოგიდგენთ. გამკაცრებული სავიზო რეგულაციები უცხოეთში დასაქმების მაძიებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2025 წლის დეკემბრიდან ქართველებს პოლონეთში მუშაობის ნებართვის მიღების რთული პროცედურების გავლა უწევთ, რაც ადრე გამარტივებული იყო. დასაქმების სააგენტოები ამბობენ, რომ ადამიანებს სამუშაო ნებართვის მისაღებად თვეობით უწევთ ლოდინი, მაშინ, როდესაც შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გაცილებით მალე იღებენ. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გარდა მიმდინარე თვიდან სამუშაო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით მიდგომებს ცვლის შეერთებული შტატებიც. რაგზის გავლა უწევთ უცხოეთში სამუშაოს მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს. ელენე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს საქმის კურსში. ელენე გისმენთ. ნინო, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 დეკემბრიდან პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული წესით სამუშაო ვიზის გაცემის მექანიზმი გააუქმა, ქართველებს სამუშაო ნებართვების მიღება გაურთულდათ. მათ ვისაც კონტრაქტი წლის ბოლოს ამოეწურათ, იძულებულნი გახდნენ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. რეკრუტერების ნაწილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ აქამდე შესაბამისი ორგანო ერთ კვირაში იღებდა გადაწყვეტილებას სამუშაო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, ახლა სამუშაოს მაძიებლებს თვეობით უწევთ ლოდინი. იკონსულის ვიზის კოორდინატორი მარიამ ტაბაღუ აცხადებს, რომ გამკაცრებული სავიზო რეგულაციების გამო პოლონეთში თითქმის განულებულია ქართველებზე სამუშაო ნებართვების გაცემა. სამუშაო ნებართვის მიღება რადიკალურად შეიცვალა და გამკაცრდა. ეს უკვე დაკავშირებული არის გახანგრძლივებულ სხვადასხვა ბიუროკრატიულ პროცესებთან, გაზრდილია თვითონ მოსაკრებელი და მომსახურების საფასურები და რაც უფრო ყველაზე მნიშვნელოვანია, ასევე გამკაცრებული და კონტროლირებადი გახდა უფრო მეტად სრული პროცესი, სრული ციკლი. კონკრეტულად პოლონეთის სამუშაო ვიზებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2025 წლის 1 დეკემბრის შემდეგ სტატისტიკას და ზოგად მონაცემებს რომ გადავხედოთ, თითქმის ესე ვთქვათ, განულებული არის სამუშაო ნებართვების გაცემა საქართველოს მოქალაქეების მიმართულებით. ის ვადები, რაც იყო თავიდან ნათქვამი, რომ ძეზოლენიას, ანუ სამუშაო ნებართვას კანდიდატი მიიღებდა დაახლოებით 3 თვის ვადაში, სამწუხაროდ ძალიან ბევრ ვოივუდაში პოლონეთის გადაიწელა 5-6 თვემდე. 5-6 თვეს ვერ ღებულობს სამუშაო ნებართვას კანდიდატი. საკონსულოში ვიზების გაცემასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ზუსტად აი ამ მიზეზით, რომ ვერაფრით ვერ მიიღეს ჯერჯერობით ჩემო კანდიდატებმა დეკემბრის მერე ჩათვალეთ საბუთი, ანუ ეს სამუშაო ნებართვა ჯერჯერობით ვერც ერთი კანდიდატი საკონსულოში ვერ შევიყვანეთ. პოლონეთმა დასაქმების პროცედურა სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის 2015 წელს გაამარტივა. მექანიზმი დარჩა ყველა ქვეყნისთვის, გარდა საქართველოსი, რისის საფუძველიც სავსებით ლოგიკურია ქვეყნის ხელისუფლების ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობა. გარდა პოლონეთისა, ცვლილებები ამერიკის სამუშაო ვიზებთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 30 მარტიდან ძალაში შედის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ხდება აპლიკანტის სოციალური აქტივობის მონიტორინგი, რაც სპეციალისტ ვარაუდით შესაძლოა სამუშაო ნებართვების გაცემის შეზღუდვის საფუძველიც გახდეს. ეს ცვლილება გულისხმობს სოციალური აქტივობების სკრინინგს. თუ აქამდე ეს სავალდებულო წესით მოითხოვებოდა მხოლოდ სასწავლო კატეგორიების ვიზებისთვის, ეხლა დაემატა ისეთი კატეგორიები, როგორიცაც სამუშაო და დიპლომატიური კატეგორიის ვიზები. თუ აქამდე
მის პროფესიულ კარიერულ ნაწილზე იყო აქცენტირება და მის კეთილსინდისიერებას ეფუძნებოდა კონსულის გადაწყვეტილება, ეხლა უკვე შემოდის მისი სოციალური ქსელების, სოციალური აქტივობების სკრინინგი. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გარკვეულწილად საკონსულო პროცესები რთულდება მათთვის და უფრო მეტად გამჭვირვალე ხდება კონსულისთვის ეს პროცესების ნაწილში მათი მოცემულობა, შეიძლება ამ ცვლილებამ მათთვის ვიზების გაცემა უფრო შეზღუდოს და შეამციროს. ისე პოლონეთში დასაქმების თემას რომ დავუბრუნდეთ, ევროკავშირის ქვეყნებიდან სწორედ პოლონეთი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ძირითად ბაზარს. მხოლოდ 2024 წელს პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებზე 71671 სამუშაო ნებართვა იყო გაცემული. აღნიშნულ პერიოდში 6560 დამსაქმებელი ორგანიზაცია აღირიცხა, რომლებმაც 47000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაასაქმეს. საქართველოს ევროკავშირთან დაშორების კვალდაკვალ პოლონეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დასაქმების აგენტების ინფორმაციით სამშობლოში დაბრუნება ასეულობით საქართველოს მოქალაქეს უკვე მოუწია. მადლობა ელენე, რა ბარიერები გაჩნდა უცხოეთში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის? ელენე გოგბერაშვილი საუბრობდა. მორიგი კრიზისი ტურიზმის სექტორში ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე მარტი-აპრილის პერიოდში ტურისტული ჯავშნები უქმდება, როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და კახეთში მდებარე სასტუმროებში. ბიზნესმენი ამბობს, რომ მხოლოდ თბილისში მდებარე ჰილტონ გარდენინში 300,000 ლარის ჯავშნების გაუქმება მოხდა. ლაშა პაპაშვილის თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე უფრო აქტიურად მუშაობენ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადის მოზიდვაზე, მათ შორის იმ ვიზიტორების მოზიდვაზე, რომლებიც მოგზაურობას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გეგმავდნენ. სოფლიოში ბევრგან და ჩვენთან განსაკუთრებით არის ამ გაუქმებების გამო გალფის ყურიდან, გალფის ქვეყნებიდან მნიშვნელოვანი კლება არის მარტი-აპრილზე და ნახოთ როგორ წარმართება. ყველაში ჰილტონში, ყვარლის სამზეოში, კაბადონის სიღნაღის კაბადონში, ბათუმში და დაახლოებით მხოლოდ ჰილტონში 300,000 იყო გაუქმება. რო გაგრძელდა ეს კრიზისი, მნიშვნელოვანი ნაკადი მოდიოდა ახლო აღმოსავლეთიდან და გალფის ქვეყნებიდან. მე არ ვიცი რაღაც იქნება საჭირო. დღესდღეობით ჩვენ თვითონ გადავმისამართეთ უკვე და უფრო აქტიურად მუშაობთ ხალბაზრებზე ჩვენ მეზობლებთან თურქეთში, რუსეთში. მილიონობით ტურისტი ჩადიოდა. ძალიან დიდი დანაკარგებია გალფის ქვეყნებზე. ხა ეს გადავმისამართება და ამ გადავმისამართებაში ჩვენ მნიშვნელოვანი როლი რო ვისამართოთ ძალიან აქტიურად და დაუღალავი რომ მოგვჭირდება. ზარალს ითვლიან სხვა სასტუმროებშიც, როგორც საქმის კურსთან ინჯგუფის სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ამბობს, ირანთან მიმდინარე ომის გამო გუდაურში ჯავშნების 70%-მდე გაუქმდა. მიუღებელი შემოსავალი კი მათი სასტუმრო შემთხვევაში 9 მილიონს აღემატება. ერეკლე კოკაია განმარტავს, რომ ამ ომის გამო ვიზიტორები ვეღარ ჩამოდიან არა მხოლოდ ისრაელის, არამედ არაბული და აზიური ქვეყნების ნაწილიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მშვიდობა, ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით შორეული ქვეყნებისთვის მაინც საფრთხის ტერიტორიად აღიქმება ჩვენი რეგიონი. ამბობს ერეკლე კოკაია. მისივე განმარტებით, გუდაურის შემთხვევაში არა სეზონზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის ხარჯების სუბსიდირება ძირითადად სეზონზე მიღებული შემოსავლით ხდება. შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის ფონზე სასტუმროსთვის გამოწვევად რჩება დარჩენილი პერიოდი. ყველაზე მძიმე დარტყმა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გუდაურზე. გაუქმებები ავიდა 60-70%-ზე, რაც ძალიან მაღალი არის, იმიტომ რომ თითქმის 100% დაკავებული იყო სასტუმრო თეატრების განმავლობაში. პროგნოზიცაა ესეთი იყო, რომ 90%-ზე ნაკლები დაკავებულობა არც ერთი დღე არ ჰქონდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუდაური საკმაოდ დიდი სასტუმრო არის 115 ნომერი, ეს ძალიან დიდი რაოდენობის ჯავშანს ეხება. რეალური ზარალი დაიწვება უკვე შემდეგი თვის ბოლოსკენ, თუმცა დაახლოებით შემოსავლის ნაწილში თითქმის ადის 9 მილიონამდე და მოგეხსენებათ, რომ გუდაური არის საკმაოდ სეზონური ადგილი. და შესაბამისად მთელი წლის ასე ვთქვათ შემოსავალი ან ის ნაწილი რაც გვეხმარება ხოლმე რომ დაბალი სეზონს გავუმყავდეთ ხოლმე ხარჯებით არის ხოლმე აი სეზონზე შემოსული თანხები და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სეზონი რეალურად ბოლო თვე და ძალიან მნიშვნელოვანი თვე ჩვენ ჩაგვივარდა რა თქმა უნდა საკმაოდ რთული იქნება შემდეგი რამდენიმე თვე.
ინჯგუფის სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ფიქრობს, რომ არსებული კრიზისის ფონზე საქართველოს ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით გეგმებში ცვლილებები უნდა შეიტანოს და იმ ბაზრებზე გააკეთოს აქტიური კამპანია, საიდანაც ვიზიტორების მოზიდვის პოტენციალი რჩება. ამასთან ერეკლე კოკაია მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია იმ ვიზიტორების ნაწილიც მოიზიდოს, რომლებიც უპირატესობას არაბულ ქვეყნებს ანიჭებდნენ, თუმცა საფრთხის გამო იქ გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ. კოკაია ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა უნდა იყოს. ყველა ის ადამიანი და მილიონობით ადამიანი ვინც ჩადიოდა და სწორება ყველა საქართველოსკენ წამოვალ, რა თქმა უნდა აბსურდია და ეგ შეუძლებელია. თუმცა არის გარკვეული ბაზრები, თუნდაც რა ვიღოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, მაგალითად თურქეთი, ბევრი თურქი იყო, რომელიც მიდიოდა ხოლმე დუბაიში, შესაბამისად თუ დასვენება უნდათ, არის გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ საქართველოსკენ წამოვიდეს. ეხლა რა თქმა უნდა, ჩვენი უახლოეს მომავალში მიზანი უნდა იყოს და ჩვენი გულისხმობ ტურიზმის ადმინისტრაციის ზოგადად ჩვენს ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომ უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ არ ჩავარდეს და ძალიან ცუდი შედეგი არ მივიღოთ ზაფხულში, ამოვარჩიოთ უკვე ის პოტენციური ბაზრები, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულიყო საქართველოს რადგან ვეღარ მიდიან უკვე კავკასიის ქვეყნებში და ისრაელში და უფრო ინტენსიური რეკლამები გავუშვათ მაგ მიმართულებით. შესაბამისად, ეს თანხარაც ამ ქვეყნებისთვის იყო გამოყოფილი, უნდა გადამისამართეს უკვე სხვა ახალ პოტენციურად ჩვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ქვეყნებზე. და რაც თავარი არის, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დაემატოს ახალი ფრენები. თვალი გადავალოთ დღის სხვა თემებსაც. ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2026 წლის პირველ ორ თვეში ქვეყანაში მოქმედებმა კომერციულმა ბანკებმა სულ 766 მილიონი ლარის ღირებულების 7800 იპოთეკური სესხი გასცეს. თანხობრივად იპოთეკური სესხების პორტფელი 33%-ით, რაოდენობრივად კი სესხები 19%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად 2026 წელს გაცემული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 98,000 ლარს აღწევს, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-ფებრუარში გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო მოცულობა 88,000 ლარი იყო. ეს მატება განპირობებულია ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების გაზრდით, ასევე თანამონაწილეობის კოეფიციენტის შემცირებით. კერძოდ კი გასული წლის გაზაფხულიდან შემცირდა თანამონაწილეობის კოეფიციენტი 15-დან 10%-მდე, რაც უფრო დიდი ზომის კრედიტის აღებას ხდის შესაძლებას. ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ასევე ირკვევა, რომ 2026 წლის თებერვალში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი თითქმის 12% იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,39 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. შესაბამის კანონმდებლობაზე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტრო მუშაობენ და შესაბამისი საკანონმდებლო განხილვების დაწყება პარლამენტში მიმდინარე წელს იგეგმება. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ქვეყანაში მსგავსი საინვესტიციო ფონდების გაჩენა ერთის მხრივ ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მეორეს მხრივ კი გაზრდის უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობას. ინიციატივას დადებითად აფასებენ როგორც საინვესტიციო ფონდების, ასევე თავად უძრავი ქონების დარგის წარმომადგენლები. ნუცა შობაშვილი მუშაობდა ამ თემაზე და ახლა შეფასებებს ჩვენს გაგვიზიარებს. ნუცა გისმენთ. ინე მოგესალმებით. დიახ, საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების, ანუ ეგრეთ წოდებული რეიტების ჩამოყალიბების შესაძლებლობა გაჩნდება. კერძოდ მთავრობა არსებულ საინვესტიციო ფონდების კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლითაც უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. როგორც ჩვენთან საუბარში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, მსგავსი საინვესტიციო ფონდების გაჩენა ერთი მხრივ ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მეორე მხრივ კი გაზრდის უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობებს, რადგან პოტენციური ინვესტორები შეძლებენ სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებაში შედარებით მცირე დაბანდებებით შევიდნენ. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო განხილვების დაწყება პარლამენტში მიმდინარე წელს იგეგმება. ეს იქნება და კონკრეტულად უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების ინსენტივიზაციის მიმართულებით უფრო კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. ეს იქნება საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უძრავი ქონების ბაზარზე ხელმისაწვდომობას. რეიტი ეს არის, თქვათ, რაღაც უძრავი ქონების გარკვეული ერთეულები უფრო ხელმისაწვდომი იქნება, შეიძლება ფრაქციულად დაყოფა და უფრო მეტი ინვესტორებისთვის იქნება შესაძლებელი უძრავ ქონებაში დააბანდოს თავისი შემოსავალი.
უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები, ანუ ეგრეთ წოდებული რეითები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული მოდელია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აქტივების მმართველების მიერ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება, იქნება ეს კომერციული თუ საცხოვრებელი ტიპის მიმართულება, იმართება შესაბამისი საიჯარო შემოსავალი კი ინვესტორებზე ნაწილდება, როგორც წესი რისკების შესამცირებლად მსგავსი ტიპის საინვესტიციო პორტფელის დაახლოებით 75% დასრულებულ უძრავ ქონებაზე მოდის, როგორც საინვესტიციო ფონდების ნაწილში აცხადებენ, მათთვის რეითების მიმართულება საინტერესოა, მაგალითად ფორსაიტში ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მსგავს ფონდებზე თანხის დაბანდება გარკვეულწილად საბანკო დეპოზიტის ალტერნატივად შეიძლება განვიხილოთ, რადგან მათ შორის ფიზიკურ პირებს უკვე საშუალება ექნებათ შედარებით დაბალი ინვესტიციით შევიდნენ უძრავ ქონებაში, როგორც ფორსაიტში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა კანონმდებლობამ საგადასახადო შეღავათებით გაითვალისწინოს, ქვეყანაში ეგრეთ წოდებული რეითების გაჩენას ელოდებიან თავად უძრავი ქონების დარგის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მსგავსი მექანიზმების გაჩენა დარგისთვის ერთგვარად საბანკო დაფინანსების კიდევ ერთი ალტერნატივა შეიძლება გახდეს. რეიტი ეს არის საინვესტიციო ფონდი, რომლის პოლიტიკა ძალიან ნათლად და ცხადად ამბობს, რომ მოზიდული თანხა უნდა განთავსდეს მხოლოდ იჯარის დამაგენერირებელ უძრავ ქონებაში და ფონდის მიერ მიღებული შემოსავლის მინიმუმ 90%-ზე მეტი ყოველთვიურად ან ყოველ კვარტალურად უნდა განაწილდეს ინვესტორებს. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დეპოზიტების ალტერნატივა რაღაც მხრივ, იმიტომ რომ რისკიანობა საკმაოდ დაბალია, გამომდინარე იქიდან, რომ უძრავ ქონებაზეა საუბარი. ფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მაპროვარიცირებელი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების, იმიტომ რომ ეს არის პოტენციურად მასიური ეგრეთ წოდებული რიტეილ პროდუქტი. ხედვა დღეს მარეგულირებელსაც და კანონმდებლობებსაც აქვთ ის, რომ ეს იყოს საცალო, ანუ ეგრეთ წოდებული ავტორიზებული ფონდი, რომელზეც წვდომა იქნება ნებისმიერ ადამიანს და მინიმალური შენატანი, რაც შეიძლება იყოს ამ ფონდში, რა თქმა უნდა, იქნება დაბალი, შეიძლება ეს იყოს $500, $1000 და ასე შემდეგ. ზოგადად სოფლიო პრაქტიკა არის, რომ 75% საინვესტიციო მსგავსი ტიპის საინვესტიციო ფონდიდან მოზიდული თანხები უნდა იყოს უკვე დასრულებულ და გაქირავებულ ობიექტებში და მხოლოდ 25% უნდა იყოს მიმართული განვითარებას, დეველოპმენტზე, ესე ვთქვათ, გინდა საცხოვრებელი, გინდა კომერციული ნაწილზე. აქედან გამომდინარე, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება აუცილებლად, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ამას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად ჩაეშვა. ცალსახად ეს იქნება შედარებით იაფი, ბიზნესისთვის შედარებით იაფი ვიდრე სესხი და ინვესტორისთვის შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ვიდრე სტანდარტული დეპოზიტი არის. აქედან ეს არის მთელი, ესე ვთქვათ, ინტერესი ერთი მხარის და მეორე მხარის. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო განხილვების დაწყება პარლამენტში უკვე მიმდინარე წელს საკმაოდ მალე იგეგმება. უფრო მეტ შეფასებებს თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შექმნას, საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებაში გაგზიარებთ. მადლობა ნოცა, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოზე ნოცა შობაშვილი საუბრობდა. სარესტორნო ბიზნესი კი მენიუს გაძვირების ტენდენციაზე საუბრობს. რესტორან ბარბარესთან გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ კერძების ფასებზე რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს, მათ შორის იმპორტირებულ პროდუქციაზე დამოკიდებულება, რადგანაც ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. იმპორტირებული ნედლეული კი საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამას მისი შეფასებით ემატება თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გაზრდაც და მზარდი კომუნალური გადასახადები. ძვირ ნედლეულზე საუბრობს რესტორან ელენესთან დამფუძნებელი ელენე ჩომახიძეც. მისი თქმით, რესტორანი ორი თვეა გაიხსნა და მთავარი სირთულე კომუნალურ გადასახადებთან ერთად პროდუქციის გაძვირება. ელენე ჩომახიძის შეფასებით, რესტორნებისთვის ძალიან რთულია მენიუში ფასების ხშირი დაკორექტირება და მომხმარებლისთვის კერძების გაძვირება, მაგრამ არსებული ფაქტორების გათვალისწინებით ხშირად მათ სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. როდესაც ვართ იმპორტულ პროდუქტებზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ფასთა სხვაობას იძლევა. ძალიან კარგი იქნება, რომ მაქსიმალურად ადგილზე ვიწარმოოს ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი, როდესაც სხვა ვალუტაში შემოდის და მე ჩვენ გვიწევს ამის შესყიდვა. იმიტომ ხოლმე რომ ხანდახან არის ხოლმე შედარება, რომ აი ჩვენთან გასტრონომიული სიამოვნების მიღება შეიძლება იგივე რაღაცა ფასში ავიდეს, როგორც შეიძლება ეს ევროპის სხვადასხვა რაღაცა სხვაობა წარმოვიდგინოს. იყო პრობლემა და დღესაც და მომავალშიც იქნება, სანამ ეს არ დარეგულირდება და რა თქმა უნდა ამასთან ეს არის უშუალოდ ხელფასების ზრდა, საკმაოდ გაძვირებულია კომუნალური გადასახადები. კიტრი პომიდორის სალათი რა არის, ხო, აი ძალიან მარტივი კერძია, რომელიც თითქმის ყველა რესტორანში, სადაც
არ უნდა შეხვიდეთ ქართულ სამზარეულოს, ვინც გთავაზობთ, ყველასთან არის. ეს ისეთი კერძია, რომელიც აი ძირითად კერძშიც არ გადის და შესაბამისად ვერ დაადებ ძალიან მაღალ ფასს, ხო ასეა. ეს ორი ბოსტნეული თუნდაც მარტო ამ მაგალითზე რო ვისაუბროთ, იმდენად გაძვირებულია იმ ქვეყანაში, რომლისთვისაც ამ ორი ბოსტნეულის წარმოება არაფერთან არ უნდა იყოს, არანაირ სირთულესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და იმდენად ჩვენ რესტორნის მეპატრონეებს ხო თუნდაც გვიწევს, რომ ეს პროდუქცია შევიძინოთ იმპორტული და შესაბამისად იმდენად გაზრდილ ფასად, რომ უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ აზრიც არ აქვს, რომ ამ კერძს საერთოდ ადგილი ჰქონდეს ჩვენ მენიუში. საქმის კურსი ამით დასრულებულია 7 საათზე თქვენთვის საქმე ნაბებს ანა ლაპიაშვილი შეაჯამებს ნახვამდის.